ჯამების ესე ვთქვათ ძირითადი მოხსენებელი შენახა რა ყოფაშია დღეს საბჭოთა საქართველოში ხელისუფლება და ქართველი ხალხი. მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ და ვაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე. ქართველი ხალხი არის ძალიან ცუდ დღეში, იმიტომ რომ ვიქეცით პარაზიტ ხალხად, ეხლაც რევოლუცია, რომელიც ჩვენ უნდა მოვახდინოთ, იმედი გვაქვს, რომ ჩამოვაგს საფრანგეთი, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენს მაგერად დაამყარებენ დემოკრატიას და ლანგრით მოგვართვენ დემოკრატიას. ეს არის ქართველის ფიქრი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ჩვენი შრომით მოვიპოვოთ, იმიტომ რომ ფასი რო გავუგოთ, რას ნიშნავს დემოკრატია, რა არის საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ ჯარშიც უნდა იმსახურო, კიდევაც უნდა იშრომო, კიდევაც უნდა ისალო. ამას თუ არ ვისწავლით, ვართ დარდიმანდი ტახტზე წამოწოლილი ერი, რომელსაც აი არაფერი წიგნის კითხვაც კი გვეზარებს. აქედან გამომდინარე, ეხლა თუმცა აღარ მინდა ამას ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, რომ აქ როცა ქართველებთან ერთად რაღაც საბრძოლო მოქმედებაში მინიღია მონაწილეობა, რომ ქართველი მართლა ძალიან ვაჟკაცი თავისი გენეტიკით, ისე როგორც მისიებში ავღანეთში და ერაყში, ქართველი ყველაზე მოწესრიგებული და წარმატებული, ესე რომ ვთქვათ, ჯარისკაცი იყო, მაგრამ ეს მისი უნარები მას ვერ გადმოაქვს და ვერ აყენებს თავისი სამშობლოს სამსახურში. ეს არის პრობლემა და მე იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ამას ვისწავლეთ, ვიჩხუბებთ, ბევრს ვაგინებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრს თუნდაც ფიზიკურად ვიჩხუბებთ, მაგრამ რეალობაში მივალთ იქამდე, როგორც მივიდა და როგორც დემოკრატიაც აქვს იგივე გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, ესე არ მოსულა ჰაერიდან, მათ არ დაცემიათ, მათ ამაზე ძალიან ბევრი იშრომეს და იწვალეს და ჩვენ ორჯერ თუ სამჯერ დამოუკიდებლობას თავზე დაგვეცა და რაღაცა ის რომ რაღაც დემოკრატიის თუნდაც ელემენტარული და ადამიანის უფლებების დაცვის ელემენტარული გარემო იყო საქართველოში. ეხლა ეგეც არ არის და ეხლა ალბათ ჩვენი შრომით უნდა მოვიპოვოთ და ჩვენი ბრძოლით. ეხლა რაც შეეხება რეგიონში სიტუაციას. ესეც ეხლა კიდევ ერთხელ კი არ დაგვიმსახურებია ჩვენ, აქ ჩვენი როლი არაფერი არ არის, მაგრამ რეგიონში ვითარდება სიტუაცია, რომელიც ძალიან მომგებიანია ჩვენთვის. ანუ ფაქტურად ამ რეგიონში ორი დიდი მოთამაშეა, ნუ მესამეც ცდილობდა შემოეთრია რუსეთი ირანის სახით და ჩინეთი, ანუ დაებალანსებინა და ჩინეთიც შემოეყვანა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩინეთს ამის სურვილი არ აქვს თუ ფინანსები არ აქვს თუ ნუ არ ვიცი ხა იქ ჩინეთი როგორ აზროვნებს, მაგრამ რაც შეეხება ირანს, ირანი აღარ არსებობს როგორც რეგიონალური მოთამაშე, ხო, და დარჩა რუსეთი და თურქეთი. მაგრამ რეგიონში არის უზარმაზარი ტენდენცია. ჩრდილოეთ კავკასია, რა თქმა უნდა, არსად არ წასულა ის, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები ორი მიმართულებით, ესე რომ ვთქვათ, გაღიზიანებული არიან, ერთი მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე და ისინი თვლიან, რომ მათი რწმენა შეურაცხყოფილი და შებრალულია და შევიწროებულია და როგორც მუსულმანები პოზიციონირებენ გარკვეულ ჯგუფებად და მზად არიან იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ და გარდა ამისა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ხო, მათ ახსოვთ, რომ კი ბატონო ომით დასრულდა და სისხლიანი ისტორია იყო, მაგრამ ჩეჩნეთიც იყო დამოუკიდებელი გარკვეული პერიოდი და ისიც რომ რუსეთი დაუმარცხებელი არაა. და აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ კავკასიაში ეს ტენდენცია არის და აი როგორ გითხრათ ახლა, წკიბზეა იქ სიტუაცია, რომ არ დაიწყოს შიდა გარჩევები, უბრალოდ გარჩევები ჩრდილოეთ კავკასიელებსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის, ანუ რუსული შიდა გარჩევები და ბევრი ერს ჩრდილოეთ კავკასიას აქვს საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობა მოსკოვში და შესაბამისად ჩრდილოეთ კავკასიაში არეული სიტუაცია გარკვეულად გავლენას მოახდენს მოსკოვზეც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ხო, რა ვიცი, რამდენჯერმე გამოჩნდა აქ შეფასება, რომ თითქოს ეს მოხდა იმის გამო, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსეთმა, მაგრამ კაციშვილმა არ იცის ეს თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო რუსეთმა თუ ეს იყო სპეცოპერაცია აზერბაიჯანის დასაჯელად, მაგრამ ძირითადი ამოსავალი წერტილი რის გამოც რუსეთი არის აზერბაიჯანზე გაბრაზებული და რის გამოც მას თუს აზერბაიჯანი დასაჯოს, ეს არის მისი დაახლოება სომხეთთან და სომხეთის ჩათრევა, ანუ ფაქტობრივად აზერბაიჯანი უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ სომხეთ, აზერბაიჯანი, თურქეთი ერთი სარტყელი არ აღმოჩნდებოდა და აქედან გამომდინარე, როცა აზერბაიჯანმა თავის თავში ნახა, ესე ვთქვათ, ძალები, იმის რომ ბევრი რაღაცა დაეთმო და პაშინიანიც აღმოჩნდა საკმაოდ გონიერი მმართველი, ფაქტობრივად
რუსეთის გაღიზიანება თუ გაბრაზება უკიდურეს დონეზე დადის, იმიტომ რომ ამ სამეულმა და ისინი აუცილებლად ჩაითრევენ საქართველოსაც, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, შეიძლება ფეხი ამოაკვეთილოს სამხრეთ კავკასიიდან. და სამხრეთ კავკასია ეს არის ბოლო ესე რომ ვთქვათ რუბეჟი რუსები რო ბოლო ზღუდე. რითაც რუსეთი სამხრეთ თბილ ზღვებთან თუ ოკეანეებთან თუ სრუტეებთან თუ ყურეებთან კომუნიცირებს, ხო? მას სირია ქონდა, მაგრამ ეხლა მისი რუსული ბაზები, ესე რომ ვთქვათ, სირიაში, ესე იგი, თურქეთის ფრთის ქვეშაა და როგორც კი და ან თურქეთზეა დამოკიდებული, მაღამათი უსაფრთხოება გამოგდება, არ გამოგდება, შენარჩუნება, არანაირ ამ ბაზების სამხედრო შესაძლებლობის ზრდაზე აღარაა საუბარი, უბრალოდ პირადი შემადგენლობა არიან და რაღაცა დრო გაყავთ დომინოს თამაში იქცევენ თავს, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, ფაქტიურად სამხრეთ კავკასიიდან წასვლა მათ ესე რომ ვთქვათ ძლიერ ოცნებას რომ სამხრეთ ზღვებზე მოიპოვონ გასასვლელი დიდი ხნით კი არა ოცნებობა გახსოვს დიდი ბოდიში რა გაწყვეტინებ გახსოვს იმისი რა ქვია შირინოვსკის ის ლოზუნგი რომ ჩვენაოს ესე ვთქვათ ნუ რას ეძახიან იმას სპარსეთის ყურეში ფეხი უნდა ჩავდგათო ეს უკვე ნუ იმპერიის ის არის ბოგინი არის, აღარ არიან ეს საბჭოთა კავშირი, აღარა, მე მგონი 155-დან 150 მილიონამდე არის ჩრდილო კავკასია, რო ახსენე. მთელი დაღესტანი, რაც არის, ნუ ბევრი არა ცხოვრობს, მაგრამ რაც არიან, აიგრძელა იქიდან ჯარში გააწვევა ახალგაზრდებისა. არც მიდიან, აი გაყინეს მობილიზაცია. რუსეთს მე მგონი ახლა სამხრეთიდან რო გაასულია ეს ფაქტი არის და ჩრდილოეთი შეიძლება დაკარგოთ. ყოველ შემთხვევაში სადღაც მაქსიმუმ ჯამში 10 მილიონი ცხოვრობს ეგერ იმიდან რა ქვია ნოვოროსიისკიდან ეს ჩვენ იმამდე ყოფილ ჩვენს ქალაქამდე ხო და არა მგონია რომ იქაც შერჩეთ მაგათ ეს ტერიტორიები ძალიან სხვანაირად იშლება რუსეთი და მე მგონი დაშლის ფაზაში ვართ მაგრამ აი ჩვენ ვართ ახლა ბოლო დასაყრდენი ჩვენ რა ქართული ოცნება არის ჩემი საზრით სტრატეგიულად რუსეთის ბოლო დასაყრდენი მე ახლა ეს ორი დღე სულ მახსენდება რატომ ბანჯისკი პეტერბურგი ეგეთი კინო იყო ჩვენთან სისტემა აწყვეს ბანდიტური პეტერბურგის მოდელში აი ეს მართლა აუხსნელი არის რა საჭიროა ესეთი ნუ მე ვფიქრობ ახლა ეს მისი ლოზუნგი რომ მესამე წელიწადს ვერ იცნობთ გავაკვირვებთ ევროპასაო აღმოჩნდა რომ გაგვაკვირვა ამ ავტოკრატიითა და ეს ნუ არ ვიცი რაღაც ოფშიაკოვის ინსტიტუტი ქონიათ მე ესეც არ ვიცოდი და სუბეცილება აქედან 6-7 არის ქართული ოცნების ოფისი იმდენი მანქანები დგას და რაღაცა მონსტრი გააშენეს ამათმა და ახლა დაერინეთ თვითონ აერევიან ერთმანეთს ნუ ახლა ის ტროცკის და სტალინის ჭიდილი და ეს რობესპიერის და აიბების ჭიდილის ანალოგია ნამდვილად არა მაგრამ რა აი мотивация რა აქვს ამათ ერთმანეთსო ჯიჯგნიან ესე იგი ფული აქვს როგორ ჩანს ნუ ეს სადღაც აი პეტერბურგის თუ პეტროგრადის ისაა რა ჟინი რომ ყველაზე მეტი თანხა გქონდეთ ეს თანხა რაღაცაში ხომ უნდა დაიხარჯოს მე არ ვიცი აი იმისი ბიზნეს პასივების შესავსებად კეთდება თუ დაუშვათ აი წინასაარჩევნო ფულის მობილიზებაში ამაზე არავინ არ საუბრობს ეს ფული თუ კი გროვდება რისთვის უნდათ შენი აზრი მაინტერესებს ამ მიმართულებით და თვითონ ესეთი სისტემა რო აქვს ეს უკვე ბოროტება არის და ეს ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა ორნაირი ბიუჯეტი არ უნდა ხდებოდეს საპარტიას ესე თქვა და დანიშნული თანამდებობის პირებისაგან მილიონების ახლა იმან რა ქვია ლევან ხაბეიშვილმა თქვა რომ 800 მილიონს თხოვენა კალაძესაო და შეიძლება ამ დღეებში რბილად რო თქვა დაიჭირონო 800 მილიონიც გინდა 600 მილიონიც ძალიან დიდი ფული არის რა ვიცი შენი აზრი ხო რაც შეეხება ეს სისტემა ბოროტება ამაში ვერ დაგეთანხმებით დავით იმიტომ რომ ეხლა პაპუასებში ბელადის სისტემა რაც არის ბელადური სისტემა ის შეიძლება გერმანიაში ბოროტება იყოს მაგრამ პაპუასებს ძალიან მოწონთ და ამიტომ ეს რაღაც საქართველოში რაც ხდება რა კი საქართველოს მოსახლეობას ძალიან მოწონს ბიზნეს და ეს რეჟიმიც ამიტომ ეს ბოროტება არ არის ეს არის ესე იგი ქართულ ბუნებას ეს რეჟიმი უხდება ეხლა ნახოთ აგერ სექტემბერში აღარც ერთი მიზეზი აღარ ექნება მოსახლეობას რატომ არ უნდა ჩამოვაგდოთ დავშალოთ და სანაგვეზე გავისტუმროთ რეჟიმი თუ ისინი გააგრძელებენ სახლში ჯდომას და არაფრის კეთებას, რა თქმა უნდა,
გვექნება დასკვნა და შეფასება, რომ ქართველებს ვეფხისტყაოსანი ქართველების დაწერილი არ არის, დიდგორში ქართველებს არ მოუგიათ, დავით აღმაშენებელი და ბაგრატიონები ებრაული დინასტია არის და ქართველის ბუნება არის ბიძინა ივანიშვილის მსგავსი რაღაცა გაუნათლებელი ბოგანო ტიპი ყავდეს მართველად, ბელადაც და რაღაცა ესეთი რაღაცა ერთმანეთის დაჭრა და სერიალებში შეიქციონ თავი. ეს არის რეალობა. თუ ესე შევაფასებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ერს რომელსაც ვეფხისტყაოსანი მოწონდეს ბიძინა ივანიშვილი, სარქუა, მოროშკინა, ხაინდრავა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ყველა ეს დიდი კოსმოსური ის არის, რა ქვია, სამყაროა ინდივიდუალური თითოეული, რომელიც აი იდიოტიზმის უკიდეგანო საზღვრებს იტევს თავის მხრებზე, ხო? როგორც სიბინძურის მხრივ, ისე სიბირიყვის მხრივ და ეხა ესენი მოწონს ქართველებს ეხა და რას ვერჩი და საერთოდ გაკეთე დადასტურებულად არ მოსწონს ქართველებს. როგორ არ მოსწონს? მე-4 წელია ბიძინა ივანიშვილი, მე-12 წელია ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია და როგორ არ მოსწონს დათო ეხა? არზე უნდა ვიკამოთ. აი, მაბატია, რითი ბოჭავს ეს კაცი ხალხს, აი რითი ასულელებს. არ არის ესე რეალობა სხვა არის, გეორგი, რა ვიცი ახლა, თუნდაც ახლა ბოდიში რა, სადღაც 100 თუ 124,000 კაცი შარშა გავიდა. ამ წელიწადს რამდენი გადის, ახალგაზრდობა გადის. ახლა ისე შემეცოდა, ნაცავია ჩემი და ქმარმა დატოვა, იურისტი იყო და წავიდა სად? ამერიკაში წავიდა ტრაილერზე, იქ ძალიან დიდი ხელფასი არისო. არ არის ჩვენთან, აი 1%-ია მოსახლეობის 40,000-მდე კაცი არის. ვინც კარგად ცხოვრობს. დანარჩენები აღარ ცხოვრობენ, გეორგი, კარგად. მე არ მგონია კარგად ცხოვრობენ, რატომ მოწონთ მეთქი და გამოჩნდება, აგერ სექტემბერიც აქვია და შევამოწმოთ, აბა, გავზომოთ. სხვადასხვა ახლა რა საოცრება არა, გეორგი, ახლა 14 ივლისი ხო გახსოვს როდინეისა რა დღეც არის, ხო? ფასელის აღების დღეა. ის ფრანგები თუ გაბრაზდნენ. აი ჩვენ რატო არ ბრაზდებით? არ არის კაი ცხოვრება, გეორგი, საშუალო ხელფასი იცი რა ცოტა არის. აი ახლა გამეცინა იცი რომ აი აღარ მინდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ვინც ესე ვთქვათ ფიზიკურად უსწორდება ამ პროტესტანტ სტუდენტებს, იმათ ქონიათ 2500 ლარი ხელფასი. ექიმებს განსაკუთრებულად ძლიერ საავადმყოფოებში 800 ლარიდან 1200-მდე აქვს. არ არის ესა, იცი, აი საარსებო მინიმუმის ზევით დიდად არასულა ქართული მოსახლეობა და არ მოსწონს ქართველ ხალხს, არ მოსწონს ესეთი ყოფა, გეორგი. აგით ხო, მოგეთ ამაზე შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი ამ დრო გვექნება. არა, შევეცდები რომ ქართველი ხალხი არ ემხრობა ქართველი ხალხი. მე ესე ჩავიჯილოთ ამ ჩემ, მაგრამ კარგით, აი ესე დაველოდოთ. ეხლა რაც თავარია, არის თუ არ არის რეგიონში რუსების საქმენი საქართველოს. როდესაც ამ გეოპოლიტიკურ ჭრილში საუბრობთ ხოლმე საყრდენი ნიშნავს რაღაცა უნდა კონდეს ისეთი რაც ფეთქდება, ისვრის, მუხლუხებზე დადის ან დაფრინავს, ხო? აქედან გამომდინარე თუ ძალისმიერი მხარდაჭერა არ არის, რაღაცა ესეთი გავლენები რომ რეგიონში რუსეთის მხარდაჭერი არის საქართველოს, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ ეს შეიძლება გარკვეული დროით გაგრძელდეს, მაგრამ როცა ძალის გარეშე არსებობს ისეთი რაღაცა ჯგუფი, რომელიც აფერხებს რეგიონის განვითარებას, როგორც წესი, ამ ჯგუფის წევრები იღუპებიან ან საეჭვო ვითარებაში ქრებიან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და ოცნებას. ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გადასახედიდანაც კი ვერ ართმევს თავს ამ პროექტს, რასაც ქვია რუსეთის დაბრუნება საქართველოში, ხო? ათაც არ მოსწონთ აქ ესეთი არ მოსწონთ არა, სხვა რაღაცას ვამბობ, დათო, უყურეთ, მას უნდა გაეკეთებინა ესეთი რაღაცა, ანუ პოლიცია უნდა ყოფილიყო მისი აბსოლუტურად და აღმოჩნდა რომ მისი არ არის პოლიცია, ანუ გომელაურის აღმოჩნდა პოლიცია, ანუ პოლიციის უფროსების და წინა პოლიციის უფროსების გავლენები საკმაოდ დიდი იყო და ეხა კობახიძეს უწევს ფორს-მაჟორში შინაგან საქმეთა სამინისტროს წმენდა რამდენად გამოუვან, რამდენად ქმედითი იქნება სექტემბრისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებს, იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის აქ ათეული წლობით იქნებოდა კლანები, ძლიერი კლანები, რომლებიც წარმოადგენდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძლიერეს, ხო? ანუ მათით იყო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ ეს კლანებს შეეძლოთ არა მხოლოდ ღია, როგორც
სახელმწიფო ეს ვთქვათ დებულებებში და კანონებშია ბრძოლა ამა თუ იმ ჯგუფის სასარგებლოდ, არამედ ფარული ბრძოლებით. და შესაბამისად ორივე ერთნაირად ძლიერად. ეხა ამათი დაშლა მიდის, იმიტომ რომ რუსებმა შეაფასეს ეს როგორც პოტენციურად სახიფათო. მეორე თემა არის ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა 12 წელი, რომ რაღაცა მოეხერხებინა ქართული ჯარისთვის. იმიტომ რომ ქართული ჯარში ოფიცერთა 99% ეს არის ამერიკაში განათლება მიღებული, ხო, ხანდახან მათი ესე ვთქვათ ლოიალობა ხელისუფლების მიმართ მაღალია, მაგრამ რეალობაში ეს არის რისკის მატარებელი ჯგუფი, რომელსაც რუსული განათლება კი არ აქვს. აქვს განათლება მიღებული ევროპაში. ამიტომ პროცენტია, გიორგი, ეს 98 და 19-ია. 99 ხო და ზოგს ორჯერ და სამჯერ აქვს. ანუ ჩვენ ოფიცრების განათლება ხო რამდენიმე საფეხურიზად შედგება, ანუ ისინი მიდიან როგორც ასეულის მეტაურის კურსებზე, მერე მიდიან ვორკოლეჯში, მერე მიდიან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში, მიდიან როგორც ამერიკაში, ისე გერმანიაში და სხვა ესე ვთქვათ ნატოს სხვა სასწავლებლებში. ანუ ეს განათლების მიღების კულტურა საქართველოს შეერთებულ ძალებში იყო ძალიან დიდი და დიდი დრო ეთმობოდა. აქედან გამომდინარე, ანუ ძალიან იშვიათი ხა ის თაობა ალბათ ბოლო 5-6 წელია ვინც მოსულია, შეიძლება მას არ მოესწრო უცხოეთში წასვლა, არის ეს შესწავლია, მაგრამ ძირითადი ვინც მანამდე ესე ვთქვათ როგორც ოფიცერი შედგა და დაიწყო მსახური შეერთებულ ძალებაში, მათ დიდ ნაწილს მოუწია უცხოეთში განათლების მიღება. ეს განათლება შეიძლება იყოს სამთვიანი, ეს შეიძლება იყოს 2 წლიანი, ანუ გააჩნია ახლა განათლების დონეს და ანუ განათლება ყველა საჭიროა, ანუ რასაც იღებენ ეს პროგრამის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ანუ ჩვენ დონეებს იმით კი არ განვასხვავებთ, რომ რაღაც ვთქვათ უმაღლესი დონე პრესტიჟულია და დაბალი დონე არ არის პრესტიჟული, არამედ ისიც საჭიროა, ისიც უბრალოდ ერთი არის, რომ როცა იწყებ კარიერას, მაშინ გჭირდება, ვთქვათ, შტაბის ოფიცრის განათლება და უკვე რაღაც 10 წლის სამსახურის შემდეგ უკვე გჭირდება გენერალური შტაბის ოფიცრის განათლება. ანუ ესეა აწყობილი და ეს ადამიანები ინტეგრირებული არიან დასავლეთ სამხედრო განათლების სისტემაში და იქ აქვს განათლება მიღებული, ამიტომ წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს რუსებისთვის. არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც კი. იმიტომ რომ მათი განწყობა დღეს ახლა არის, რომ არაფერი არ ხდება და ლოიალურები ვართ ოცნების წინააღმდეგ, მაგრამ როგორც კი რუსული გამაღიზიანებებმა შეიძლება შემოაღწიოს საინფორმაციო სივრცეში და გამოჩნდეს, რომ აქ რუსები რაღაცას უფრო მეც აპირებენ ვიდრე დღეს, ისინი რა პოზიციას დაიკავებენ, კაცშვილმა არ იცის. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებლობაა და მას უნდა გაეკეთებინა, გაეწმინდა შეიარაღებული ძალები და ტანკის და артиლერიის გარეშე კი არ დაეტოვებინა, არამედ ეყიდა ტანკის და артиლერია, თუნდაც რუსული ტანკი და артиლერია ეყიდა და ეს უნდა ყოფილიყო ქართული რუსული შეიარაღებული ძალები. ანუ რუსებისთვის გამოსადეგი ქართული შეიარაღებული ძალები. მაგრამ ნუ არ ვიცი მიზეზთა გამო, იმიტომ რომ ალბათ არ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილს ამ ტიპის ლიდერები, რომლებიც მოახერხეს ეს და იყო ვითო, გიორგი იყო ამის და მაინტერესებს. უნდა რომ გახდეს. როგორ გიორგი? ბოლო შეკითხვა ვერ გავიგე დავით მითხარი და არა, ამის ცდელობა იყო ივანიშვილისგან? არა, ხო და უყურე ივანიშვილი არაფერს არ იწყეს მოუმზადებლად, ანუ მან როცა შეაფასა ეთყობა და მე დიდი ბოდიში რა, მე მახსოვს სა გარდაიცვალა ეს ფინანსთა მინისტრი, კურსელი იყო და ის არის რა ქვია და ამერიკაო ბიზნესმენო და გიორგი თავდგირიძეს კითხო, როგორ შეიძლება ეკონომიკის გაკეთება და ფინანსებაზეა საუბარი რა თავდაცვამის. ეგ სხვა პრობლემა იყო, კი ალბათ რამის შემადგენელი ნაწილი იყო. პრობლემა იყო, გეთახმები, მაგრამ ახლა მე მგონი სტაბილური ისა შემოსავალი ბიუჯეტიდან თითქმის ნუ ზარდი არის თავდაცვის სამინისტროზე. მე ვთვლი რომ ძალიან ცოტა არის მობილიზებულის და ტექნიკაში დიდ ფულს არც იხდიან. არა, დათო, უყურე, ეხა ოფიციალური რიცხვები ჩვენ არ მოგვცემს არაფრის საშუალებას რომ შევაფასოთ. აქ ერთია რომ ბიუჯეტი კი არის დაუშვათ 1.4-დან 1.7%-მდე, რაც ძალიან დაბალია, 2% უნდა გქონდეს, ეს ვალდებულება გვაქვს აღებული. მაგრამ ერთია რა პროცენტი გააგდა, მეორეა როგორ ხარჯა ახლა ბოლო 12 წლის განმავლობაში, 12 კი არა, 20 წლის განმავლობაში რამდენი ტანკი იყიდა საქართველოს, რამდენი საარტილერიო სისტემა ჩაანაცვლა საბჭოთა ნატოს სისტემით. არც ერთი, რამდენი საავიაციო აპარატი ვიყიდეთ, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი ვიყიდეთ. არაფერი პროგრესი, არაფერი.
არა, არაფერი ეს ღია რიცხვები და ღია ის არის მონაცემებია. აქ ერთი ტანკი რო ჩამოსულიყო, რა ვიცი, ერთი 10 დღე ვიზეიმებდით ტანკი ჩამოსვლას. არაფერი არ დაიმალებოდა, მაგრამ არ არის, ვერ არის, ამას პოლიტიკა ჭირდება. თავდაცვის კარგად დაგეგმილი პოლიტიკა და ხო ვთქვით, რომ წინამდე გაწმენდა ვერ მოახერხა, ეთქობა თქვა უარი და აკონსერვა თავდაცვის სამინისტრო და შეერაღებული ძალები. მე წესები რომ მიღებული რომ ვერც რო დავიწყოთ წმენდა შეიძლება პრობლემა შეგვექმნას, იმიტომ რომ საკმარისი რაოდენობით ლიდერები არ გვყავს, ამიტომ ჯობია დავაკონსერვოთ და ამიტომ ეხლა რუსეთს საითკენ მივდივარ, ეხლა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში დასაქმენი არ ყავს. ეხლა ბიძინა ივანიშვილის არც ხორცი იჭმევა და არც სისხლი არ ისმევა. ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსების მხარეზე, ამით რუსებს არც ცივა და არც ცხელა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის წინამდებ და სომხეთის წინამდებ ვერაფერს ვერ იმოქმედებს, იმიტომ რომ ამის ძალა არ აქვს. ეხლა ქართულ პოლიციას რო უთხრა რაღაცა, რომ აზერბაიჯანის საზღვარი გადაკეტდა რაღაცა ის იმაში მოვაქციოთ, რა ქვია, ბლოკადაში. ხო, ბლოკადაში მოვაქციოთ, რა ვიცი ხა. დითხან ისაბავი რა თუ დალაბარაკე. დითხან ფიფირებს ქართველი პოლიციელი, ხო? ამაზეა საუბარი ეხა და აბა ეხა ის რომ ზარქუა რო გამოდის და აზერბაიჯანს და იმას მშვიდობისკენ მოუწოდებს თუ ეს მოროშკინა, ეგ ახლა სასაცილოთა ზარყოფნის სასაცილოთა ზარყოფნის კერა შეიძლება რა ვიცი არც იციან ეგეთი რაიმე ბუკაჩკა თუ დაფინავს საქართველოში როგორც ზარქუა და როგორც მოროშკინა. აქ იმაზეა საუბარი, რომ რა თქმა უნდა საქართველოს გავლენას ვერ ახდენს, თუმცა ერთადერთი იმ გავლენას ახდენს, მათ შეუძლია მელკი პაკასი რუსები რო იტყვიან, ხო, გაუკეთოს მაგალითად სომხეთის ტვირთების ანალიზი შეაფერხოს თვეობით და არ მისცეს საშუალება, რომ საქართველოზე გაატაროს. იმის დამიხედვით ბიზნესი ვისია რუსი მომხრე ოლიგარქის თუ პაშინიანის მომხრე სომეხი ბიზნესმენის. ესეთი ვერ შეძლებენ მიაღწიონ ამას. არა, ამას აკეთებენ კაცო, ის რა ქვია, ეს ყოველდღიურობა დღევანდელი. ხო, ამიტომ ესეთი წვრილი კმენები რა თქმა უნდა შეუძლიათ ეხა გულის მოსაფხანი, მაგრამ რეალობაში გასაგებია, რომ სომხეთ თურქეთი, აზერბაიჯანი არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე რეჟიმის ჩამოშლაში და საქართველოსთან რუსეთის განდევნაში. ჩვენ საქართველოში რუსეთი დგას კიდევ ერთხელ იმ ინერციაზე, რომელიც სახელმწიფო მანქანის მიტაცებით გააჩინა ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად გააყალბა არჩევნები, ოღონდ ეს არჩევნების გაყალბება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო რაღაცა ის რა ქვია, ძალიან მაღალი კლასის გაყალბება, იმიტომ რომ მაღალი კლასის გაყალბება რა ყოფილიყო, ვერავინ ვერ დაიჭერდა, ხო? ეს არის გაჭირებული, გაუბედურებული ოპოზიცია რო ყავს ჩვენ და დამკვირვებელიც რო არ ყავს და თავის დამკვირვებელი რო გონია და სინამდვილეში ოცნების დამკვირვებელი იყო. და ძალიან მექანიკურად ძალიან ესე რომ ვთქვათ მაღალი კლასის ჩვენების გარეშე ბიძინა ივანიშვილმა ეს არჩევნები გააყალბა, ფაქტობრივად ხელის გადაწევა იყო და ღია იყო ყველაფერი და ამ ინერციით მიიტაცა ხელისუფლება, ჩაანიშნა პარლამენტი, როცა პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო და უნდა ყოფილიყო აქტიური და არ დაეშვა ახალი პარლამენტი და მოეწოდებინა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ეხლა ჩვენ გვტაცებდნენ ძალაუფლება, ჩვენ გამოგვტაცეს არჩევნები და ეხლა ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ოცნებას მოახდინოს მიტაცება ხელისუფლების, ამის მაგივრად გამოგუნწულდა და თავდახრილი წავიდა სადღაც ისე რა ქვია ოროთახიან ხრუშოვკაშია ეხლა ჩვენი პრეზიდენტი. ეს თემები არის რეალური, ჩვენი უსუსურობით ისარგებლა ფაქტურად ბიძინა ივანიშვილმა და ამ ინერციაზე ზის. და მე იმედი მაქვს, რომ ეს ინერცია რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ, ყველაფერი თავის სახელი უნდა დავარქვათ. თუ შეფასება სწორად არ დავარქვით თავის სახელი, რომ ცხელი წყალი წვავს და ცივი წყალმა შეიძლება გაგაციოს, რა ვიცი და კიდევ უამრავი თემები, რომელსაც ვერ ვახერხებთ ჩვენ სწორი შეფასებების მიცემას. ამ ინერციით დიდხანს ისარგებლებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თუ სწორი შეფასებებს მივცემთ, ხო? მაშინ ეს ყველაფერი არ მოხდება. იმიტომ რომ ლელო ხაზარაძე და ვადრი ჯაფარიძე ეს არ არის საქართველოს მასშტაბით, ხა ზოგადად ხა რამე პოლიტიკური ლიდერები არიან ეგ ცალკე თემა, მაგრამ რეალობაში ხა არ არიან პატარა მასშტაბის ლიდერები და როდესაც იმის მაგივრად რომ ყველანაირად ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესე რომ ვთქვათ წინააღმდეგობის ფრონტი, ამის მაგივრად ლელო გახდა კოლაბორაციაშია ოცნებასთან, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო და ძალიან ცუდია რომ ესე მოხდა. მით უმეტეს თუ ლელოს ლიდერები ახლა ფინანსებსაც ჩადებენ საარჩევნო კამპანიაში, ჩათვალეთ რომ ბევრი ქართველი, რომელიც თავის სინდის
გაამართლებს ამით ბიზნეს მხარდასაჭერად მიიღებს ლელოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. ესეც სქემები ლაგდება. ანუ ლელო როცა იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ის ეხმარება ბიზნესს. ეს არის რეალობა. ისა შენ რეალობა თქვი და რა არის ახლა ციხეში ზიან. პოლიტპატიმრები არიან. ერთი ღმერთმა იცის რა მოხდება სექტემბრამდე. მე ვფიქრობ რომ ეს ყოველ შემთხვევაში თვითონ ძალიან ბევრი დასავლელი სუბიექტი მოუწოდება რომ მხოლოდ არჩევნებით უნდა მოგვარდეს თქვენი არაფერი ასეთი არ გამიგია და თუ ეგ ყველაფერი ზღაპრებია არც ერთი ოფიციალურ განცხადებაში არ წერია რომ ქართულმა დაიწერა მეთქი ამ ევროპარლამენტის დოკუმენტში რომ აი სწორედ რასაც შენ ამბობ, მაგრამ იქამდე სულ იყო მოწოდება რომ არჩევნებით არა, არანაირი ესეთი მოწოდება არ იყო პირდაპირ ჩვენი ოპოები გვიყვებოდნენ ჩვენ რომ აი კულუარებში ჩვენ დასავლელი პოლიტიკოსები გვეუბნებიან რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით გვატყუებდნენ თუ არ გვატყუებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიციას ერთი თვისება აქვს, რომელსაც არაზოს არ იგიცვლიან და სულ იტყუებიან. ამიტომ რა უთხრეს, რა კონტექსტში უთხრეს, რამდენად გავლენიანმა პირმა უთხრა და როგორ უთხრა, ეგ კიდე საალკე სათქმელია. არავინ ჩვენ არ გვაიძულებს, როგორ ეხლა თუ წერია რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა აზრი არ აქვს, რა ვიცი, 3 თვის წინათ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ქონდა? ბაში გავაგებინე გულწრფელადგევნები გუშინ აკიანაც ახსენეს და კიდე ვიღაცებმაც ახსენეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არც უთითხოვს, არც შვიდობას და რაღაც უცნაურია. და ბაში თუ კი თვითონ სალომესაც ვერ გაურკვევია რას გვთავაზობს მე ხა გულწრფელადგევნები მაინც სერიოზული ძალა არის ლელო და ესე ვიცი აი რომ კოლაბორაციაში რაღაც არ ამჯერა რა აი გულწრფელადგევნები ძალიან ბევრს ვიცნობ იქ ჩვეულებრივი ლიბერალები არიან და ავიცი ახლა მე რასაც ვაკვირდები ეს რა ლიბერალები დავით ახლა მე მარჯვენა ცენტრისტები უნდა იყვნენ გაგანია იმაში ხელში უნდა იყვნენ მივარდნილი ბიძინა ივანიშვილს ხო რაზეა საუბარი ისინი სულ სხვა მსოფლმხედველობის არიან ახლა ფრონტი წინამდებობის ფრონტი უნდა გადიოდეს ლელოზე ისე კი ну ყოველ შემთხვევაში მოდი ესე გავაკეთოთ რადგან ბიზინა დააპატიმრა ესენი ყველანი და ფაქტურად პარალიზება გაუკეთა პარტიას ნიშნავს რომ ტრადგულობს ამათ ყველას და ახლა შეროთქი კოლაბორაციაში უბრალოდ მეხამუშა პირველად მოვისმინე აი ესე საჯაროდ ნათქვამი მithumetes შენგან გამიკვირდა მაინც პროტესტანტები არიან ლელოს ხალხი კონკრეტულად ლელო, ну ძირითადად ეს ლელო არის. ძოლის ველზე რომ ომი მიდის და ეხა საკუჭდაოში ვიღაცა ჯარისკაცი რა ქვია სახარებით ზის და ლოცულობს, ეხა კარგია რომ ლოცულობს, მაგრამ იქ მინდა ბრძოლის ველზე მინდა მე თუ ვისაც უნდა ბრძოლა, ბრძოლის ველზე უნდა იყოს ეხა და რაღაცა მანევრს გაურკვეველ მანევრს ატარებს, ამ მანევრს რომელსაც ახსნა რა, სახელი აქვს ესეთი რომ ჩემს წინამდე კი იბრძვის, ჩემს წინამდე გდებს ფინანსებს, მიწი მონაწილეობით არჩევნებში კეთდება ოცნების სახე და ეხლა ამ ყველაფერს რას ქვია, ყველაზე ესე ვთქვათ დემოკრატიული სიტყვები რო ვიხმაროთ, ამას ქვია კოლაბორაცია. ხო და ეხლა ცუდი სიტყვებს არ ვხმარობ, ხო ხედავთ, აი ვცდილობ რომ მაქსიმალურად გაწონასწორებული ვიყო. არ ვიცი, აი სხვათა შორის, აი გამოიკვეთება რა და აი ალბათ სექტემბერში გამოიკვეთება ყველაფერი და ახლა მეც გულწრფელადგევნები ვთვლი რომ აი არც ერთი ოპოზიციური და მე თუ მკითხავთ ნორმალური პარტიები არ უნდა მიიღებდნენ მithumetes თვითმმართველობა ჩვენთან აი ქვის ხანის დროინდელი არის რა სვაჩერი თვითონ ბიძინა ივანიშვილის იწყებლებოდა ეს რა თვითმმართველობა არისო რეალურად ნუ თუ კი მიუშვით გაიმარჯვებენ კოცები და თუ კი ოპოზიცია დადგება და ეს სწორედ ადგილზე აი თუნდაც საუბნო კომისიებთან იდგება ხალხის პროტესტი და ეს იქნება რევოლუცია. დაგდებია დათო პარტიაში აყავთ 30 კაცი და 3000 საარჩევნო უბანია. სად ადგებიან ახლა? ხალხის მობილიზება არ არის რთული და ძნელი, იცი? არა, როგორ არ არის რთული? არც ერთი არავინ არ წავა. განწყობა არის ესეთი, ამ განწყობას ჩვენ ხელს უწყობთ, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ და შევეცდებით რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც არჩევნებში ну დაუწერეს 50 რომელსაც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ვერ მოახერხო ხალხის მობილიზება. აი ესეთი ცუდები ვართ. და თუ ყველაფერი უნდა ჩამოვწეროთ, ყველაფერი არ არის არალეგიტიმური, რაც ხოცებისგან მოდის, ყველაფერი არის არალეგიტიმური. კანონები, პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი უნდა ჩამოიწეროს. უბრალოდ არ არსებობს ეს სისტემა, ყველაფერი უნდა გაუქმდეს. ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ამ არჩევნების შემდგომ ოცნება მიიღო ან გააკეთა.
ეს არის რეალობა. რა დააშავეს აბა ეხლა. ესე იგი ხაზრაძე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და გააფრაებს იმ ბიჭების 4 წელს და 5 წელს 19 წლის ბიჭებს, რომელსაც მოწმეების ხარჯზე უშჯიან. თუ რა არის ეს ამას აზროვნება ხო უნდა? ჩვენთან მართა კრიტიკული სიტუაცია ვაღიარებ. მეც პირადად აი გულწრფელად გეუბნები ვთვლი რომ არ ღირს ამარჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ თუ არ ღირს მონაწილეობა, მაშინ ეს თვითონ ეს მეც მიკვირს ამ ბოლო ხანებში თითქმის არავინ არ ახსენებს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ნუ დასავლეთიდან იძახდნენ და ახლა არა, რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოხსნილია დღის ეს რიგიდან. არანაირ რიგარეშე რატო უყურე ამაგას ახსნა აქვს ეხლა ჩვენ ეთერში ეთყობა არ თქვენს უყურეთ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები ეს არის ოცნების მიერ დანიშნული არჩევნები. ჩვენ ვამბობთ რომ ისი ნუ მე პირობითად ვიზახეთ რომ ამათი დანიშნული არაფერი არ ფჭირდება, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლაზე გულისხმობს საერთაშორისო ზეწოლა თუ მომხდებოდა ეფექტური, ესენი და აღიარებდნენ და ახალ არჩევნებს დანიშნავდნენ. აი ეს იქნებოდა მიზანი და კარგი და ახლა თვითმმართველობის გამო ხო რა ვიცი მე ვთვლი რომ არ უნდა მიიღოს არავინ მაგრამ ისინი ლეგიტიმაციას მიიღებენ ეს პრობლემა არის რას ფიქრობ ამაზე და არანაირ ლეგიტიმაცია არის ჩვენში რამდენადაც ვიბრძოლეთ ხალხშია სწორი ხარ აგერ რუსთაველზე რამდენად ბევრი ვიქნებით თუ არახოლოდ რუსთაველზე სხვა რა ვიცი დენდროლოგიურ პარკში ჩავაკითხავთ ბიზნესს და რა ვიცი იქ ვიქნებით და იქ გავმართავთ იმას რა ქვია აქციებს ხო აი ამაზეა დამოკიდებულება არანაირ ლეგიტიმაცია ხალხის ნებაზეა დამოკიდებული ამას უნდა ხაზარაძე არ არის ხო ხაზარაძე არ არის ლეგიტიმაცია მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობა და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ ეგ არის ძალიან ისა რა ქვია გულდასაწყვეტი რომ ჯერ ერთი საინფორმაციო სივრცეში ტყუილი ჩემოდის და გარკვეულ განხეთქილებას იწვევს საპროტესტო საზოგადოებაში იმიტომ რომ ახლა ვიღაცაებს რაღაცა გარკვეული შეიძლება კონდეს ხარდაჭერა მithumeres თუ ფინანსები ჩაიდება ამაში და ფაქტობრივად ორად ხლიჩავთ საპროტესტო საზოგადოებას ერთი ნაწილი. გიორგი, შევხედოთ. ეგება სულ შეიცვალოს ყველაფერი და აყირავდეს ყველაფერი საქართველოში. მე მაპატიერად რო გვეწურება. იგი არის საინტერესო ცვლილებები საჭიროა და ხალხის ხვას ვერავინ ვერ დაუპირისპირდება. ვერც ქოცები, ვერც რუსები და ვერც რა ვიცი მე. ნახოთ აი ხალხის კონსოლიდირება რა მასშტაბის იქნება. და თუ კი ჩვენ მართა ეს ხელისუფლება ვაიძულეთ რომ წავიდნენ სახლებში, ყველაზე კარგი ეს იქნებოდა ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ამ საუბრისათვის, დიდი მადლობა გიორგი, გემშვიდობებით ორ შაბათამდე, კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.